დაღლილი ქმარი. ალო. დიახ, ალბათონო. ონკანს დღეს ვერ შევაკეთებ ფიზიკურად დრო არ მაქვს. ხო, ხვალ შეიძლება. როდის და დილი დისტრიბუცია მაქვს. მერე გავდივარ ობიექტზე აპალოკა უნდა ჩავასხათ. მერე ცოტას ვიტაქსავებ. მერე დაურეკავ ჩემ შემცვლელ დარაჯს, ღამის მენის ცოტას გადავაწევინებ და მაგ დრო შეიკეთებთ. არ მინდა? ეს ვინ მოსულა? აუ რაღაცა ცოტა დამაწყნარებელი დალიე. რა დამაწყნარებს. აუ ბექა რა ვიძე ხარ? რავი გოგო, მშენებლობაზე შარვალ კოსტუმს რო დაგვირიგებენ, მერე მოვალ იმით. მანამდე ესე ვიქნება. აუ რავი, ცოტა ტეხავს ხო ესეთი გოგოს გვერდზე რო ესეთი ტიპია, რავი. ხო. ბექა. პომადა გისვია ლოყაზე? ხო, პრარამა წამოსვისწინ მაკოცა. რა? ვაიმე გოგო, სისხლი გავიჭერი. ვაიმე. ჰე, მიდი რა. ვაიმე, ამოვისუნთქე პომადა მეგონა. ვაიმე, რა დეგენერატი ხარ? ჰე, მაჭამი ეხა რამე რა, გიხვეწებ. რავი, კუ არაფერი არ გვაქვს. რატო არ გვაქვს? დილით ხო დაგიტოვე ფული. და დამიტოვე ფული და რო შემოხვედი, ჩემს სახეზე ვერაფერი შენიშნე. საღოლ. შესახეზე რა უნდა შემენიშნა? აუ რავი, ძალიან ძვირადღირებული დამარბილებელი ხო არ მისვია შემთხვევით სახეზე? ვაიმე, ჩემი დედავატირე ხა მოგაჭა მაგ დარბილებულ სახეს, საჭმელი მაჭამი, რატო არ გააკეთე საჭმელი? იმიტომ რომ არ მეცალა დღეს მთელი დღე. რითი იყავი დაკავებული, ერთი მაინტერესებს. აუ 1000 საქმე მაქვს რა და დღეს მთელი დღე სხვათა შორის იოგას პოზებში ვიყავი, სხვადასხვა პოზებში ვიყავი. რა იცოდე, ხან ემბრიონის, ხან ლოტუსის პოზა, ხან რა პოზა. მე რატო ვარ აბა მთელი დღე გადაკუზუ პოზაში მითხარი? იმიტომ რომ შენი სურვილები ავასრულე, ხო? საყვარელო, არჩევანი შენზე ხო იყო? დავიდა. საჭმელი გამიკეთე გოგო. აუ, ბაიკა. შენი. ვაჰ. რა გაყვირეს, ბიჭო? აბა დალია, ხელს გული გამისკდება და თქვენი ბრალი იქნება რა. საერთოდაც სახში რა უნდა შენ ქმარშვილო? ჰა? რავი, შესამსახურში არ უნდა იყო ეხლა? რატომ არ ღვევს რომის კოდექს და ჩვენს იდილიას, ჰა? როდემდე უნდა ვუყურე ესე შენ დედას სახში ჩვენთან, ა? როდემდე იქნება ჩვენთან ჩასიდედრებული? ბატონო? რა? ანუ ჩასიდედრებული ეხლავე შეასწორე. ძალიან არ მომეწონა და ყურში ძალიან ცუდად მომხვდა. რა არ მოგე თქვენთან რომ ცხოვრობდე ხო მეტყოდი ჩასიძებული ხარ, ხო და ეს არის ჩასიდედრებული ჩვენთან. და ანუ რა გინდა მითხრა რომ მე ჩაცოლებული ვარ? დიახ, ჩემი სახლია, შენ ხარ ჩაცოლებული, ეს არის ჩასიდედრებული. არ გაწყობ? კაი. ბაზარი არა. რა? არაფერი, პროსტა. რავი, ცოტა ნაწყენი ვარ რა. ნაწყენი ვარ შენზე მართლა. რაზე ხარ ნაწყენი? რაზე ვარ და დღეს ვიყავი სატრენაჟორო დარბაზში და ძალიან ლამაზი ფოტო გადავიღე და რავი, ანუ შენი გული ვერ და ანუ არ დამგულე. რატო იცი? რავი. შენი iPhone 16 Pro Max-ით გადაღებულ stories ჩემი ფანდიანი Nokia ვერ აგულებს, რა ვქნა, აი ფიზიკურად ვერ შვება რა. რაღაცები არ შეუძლია. აუ, კიდე რაღაც კურტკა მომეც. ნუ მეძახი, გეხვეწები. აუ, რაღაცა კურტკა ჩაგიგდა, ძალიან მომეწონა, იცი რა ძალიან ძერსკია და ხო მიყიდი? გოგო, ვერ გიყიდე, იმიტომ რომ მეც არ მაქვს კურტკა. ბექა, ძალიან ხო არ გაცივდი ჩემს მიმართ? შენს მიმართ კი არა, ზოგადად გავცივდი, არ მაქვს მეთქი კურტკა, არა მაქვს, არა. ბაზარი არა, მართლა არ მაინტერესებს. წავიდე ხა შემდეგ. წინა? არა. გოგო, სულ უკმაყოფილო რატო ხარ? 7 სამსახურში ვმუშაობ, რომ შენი სურვილები დავაკმაყოფილო. ეგერ მერვე დავიმატე, ეხა კურიერად მუშაობ. იცოდი საერთოდ. რაო, რა გავიგე კურიერადო? იტყუება შვილო, რაღაცას იტყუები ჩემო კარგო. რასაც ჩვენ დღის განმავლობაში საჭმელს ვიძახებთ, ერთხელ არ მოგიტანია შენ და რანაირად დაიწყო კურიერად მუშაობა, არ ვიცი. საყვარელი ყავს დედამ. რა? საყვარელი. დედამ საყვარელი ყავსო. თვალებს შემომხედი, ხარა თვალებს შემომხედი და მითხარი რომ არ ყავს საყვარელი. გოგო, დედას ფიცა ვარ, აი რო ვინმე დამკეროს კი არა რომ მომიტაცოს, სკამზე რომ იმაბას და რამე დამიპიროს, აი ვერაფერს ვერ არ მაქვს ენერგია, ძალა არ მაქვს, შეხედე. ხო.
აუ ძალიან ხوار ბუზღუნებ და მიბინძურებ აურას. არა უშავს სახის გასაწმენდად რო წახვალ აურას გააწმენდინე იქვე იქნება გვერდით ოთახში რა აუ ჩემი იცი რა მაინტერესებს რა აი შენი სახის დამარბილებელი რო ხელის ფუთქებზე რო წავისვა დამირბილებს ბექა ჯერ პირველ რიგში ჩემოსაყვარელო სახის დამარბილებელი იმიტომ ქვია რომ არის სახის მე მეორე შენ ეს ფუთქებზე თუ გინდა რომ წავუსვათ მაშინ ახალი მიყიდე და გამოგივა ეხა ფასტაკლება უწევს 487 ლარი 487 რა ასარბილებს ასეც ვითხარი ხო სახის დამარბილებელია და თუ რაღაცა იაფიანი გინდა ანუ 20 ლარიანი ტუშები მიყარია სახში თუ გინდა ტუშს წაგისვა შენ ბუთქებზე გინდა აუ გიხუწები გამე მაჭამი და წამოწვევი ცოტა ხარი ფეხებს დავლა წნევა მაგით ყობა სისხლი ცოტა ბექა ვერა ძალიან დავიღალე იცი რატო რამ დაგხალა ერთი მაინტერესებს რა ბექა რანაირად იქცევი ანუ თმარა დავიგრძელე ვერ შეამჩნიე მე რა მე 5 საათი ვიჯექი სალონში ბექო და ხერხემალი მეტკინო აი თავიდან მანები იყავი შენ ხო და იცი რას გეტყვი ხა ადექი გამზადე საჭმელი და მეც გამიმზადე თუ გინდა კუ მაცადე ცოტა ხანი დავასვენო ფეხები აუ შენ ძალიან ზარმაცი ბიჭი ხარ ვაჟ ბატონო ძალიან დაღლილი ხარ შენ ხო რა იყო თუ ძალიან დაღლილი არა ხარ ადექი იოგაზე მითხრეს რომ იოგის მერეო აუცილებლად წამოწექი ხოლმე დივანზეო და ადექი რა მიდი შენ კაბადონ დალი მომისვიდე მე პრარაბება მითხრეს რომ ერთ მანქანები იმას ბეტონს რო დაცლი მერეო წამოწექიო წელი არ გეტკინოსო რომელი ჯობია ეხა აუ კუ ნახე რა აუ ნახე ეს მიყიდა ერთი წამით მომისვიდეთ კარგად მე ასე გაგზელება აღარ შემიძლია გშორდები და მივდივარ გითხარი საყვარელი ყავს თქო ძალიან მაშინებ ხო და შუაზე რომ უნდა გავყოთ ყველაფერი ხო იცი ვიცი მაგითო ვიფიქრეთ ჩემი 8 სამსახურიდან 4 შენ გექნება მეთქი და შენ ანუ სამსახურები გაიყოფა მხოლოდ ესე იფიქრე შენ ხო დიახ ეგრე ვიფიქრე სხვათა შორის აი დარწმუნებული ვიყავი რომ დღეს მაგ ყველაფერს მეტყოდი და მე ხო ძალიან ჭკვიანი გოგო ვარ ზუსტად 4 საათზე მოვა დღეს ჩვენთან ადვოკატი და ადვოკატი გადაწყვეტს რა დამრჩება ქონებიდან მე და რა დაგრჩება შენ კაი მე სატაქსაოდ გავალ და დამირეკე ხო რომ მოვა ოკეი მოვა ძალიან მიდი კაი და რისი დამშორებელია და რისი დამშორებელია შენ დამშორებელი შვილო რა დამშორებელი ჩემს არავინ და არაფერია სადაც გზა არ აქვს რა თქმა უნდა ჩემზე გიждდება და აფრენს და აბარა დედა გინა სოლს ეგრე გააგრძელე ოქრო მყავხარ მოდი შევუკაკუნებლად შევოვედი კაი რა დაგრჩა თქვენ დამიკავშირდით მე ადვოკატი გესაჭიროებოდათ მასხარას ადვოკატთა ასოციაციის ოკ წარმომადგენელი ეხლა მოვა მართლა ის ადვოკატი ვისაც მე შენ ვისაც დაურეკე მე ვარ და მინდა გითხრა რომ შენ არაფერი საერთოდ არ დაგრჩება ამიტომ შეგიძლია მოკიდო დედა შენს ხელი შენს სახის დამარბილებელს მოკიდო ხელი და რბილად წახვიდე აქ რას ბოდია მართლა გეუბნები არ ხუნდობ შეგიძლია აიგვანა დედა შენი ეს არა ბექა შე გაგეხუმრე წეღან რაღაცა განა რამე მოდი სასამართლოში შევხვდებით ერთმანეთს დედი დაწექი მოდი შენ გაგიმზადე დავწვევი თუ მინდა დავდგები თუ მინდა საჭმელს შევჭამი თქვენ აქეთ მოდი გაგიმზადე არაფერი არ აიღებ შენ მია ყველაფერი